მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, მე ვარ G2G და დღეს ჩვენ ამ ვიდეოში გვექნება Samsung Galaxy S10-ის unboxing-ი. იმედია მოგეწონებათ, იმედია დაალაიქებთ ამ ვიდეოს და გაუზიარებთ მეგობრებს, ვისაც აინტერესებთ როგორია რეალურად ეს ტელეფონი. ჩვენ ამ ვიდეოში გავტესტავთ და იქნება რა თქმა უნდა ჩემი ემოციები და ჩემი შთაბეჭდილებები, პირველი შთაბეჭდილებები ამ ტელეფონთან დაკავშირებით. იმედია მოგეწონებათ და მოკლედ ლაიქის ღილაკის დაჭერა არ დაგავიწყდეთ. მოკლედ მეგობრებო, გადავიდეთ, ნახოთ რა ალაგია ამ ყუთში. ეს არის ყურსასმენები, ძალიან მაგარი და ძალიან საოცარი ხმის მქონე, რომელსაც დაუბრუნდებით. შემდეგი რა არის? ყველას ხო გონიათ რომ ტელეფონი უნდა იყოს, მაგრამ არა. ეს რა თქმა უნდა кейსი, რომელიც დამატებით შევიძინეთ, კარგით ეს არ ჩავთვალოთ. და ეს არის მეგობრებო ჩვენი ტელეფონი, მოდით შეხედეთ. ძალიან მაგარი რამე არის, ძალიან სოლიდურ ყუთში არის, აი ესე რაღაც წკაპა, მაგარი ყუთი არის. და მეგობრებო, მინდა გითხრათ, რომ პრეორდერზე არის შეძენილი ეს ტელეფონი და მადლობა იმ ადამიანს, ვინც ეს ტელეფონი მოგცა გასატესტად და unboxing-ისთვის. და მოდით მეგობრებო, დავიწყოთ ყურსასმენების გახსნით. საინტერესოა, მოდით შევხედოთ ახლოდან. რა საინტერესოა, ღმერთო. შესანიშნავია. ეს არის მეგობრებო ძალიან მაგარი რაღაცა, უსადენო ყურსასმენები, ასე ვთქვათ, რომელსაც აქვს თავისი დამტენი ყუთი, აქ ერთდება USB-ით და სხვათა შორის დატენის გარეშე 6 საათი ძლებს, სადღაც, მოდი ამოვიღოთ, ვნახოთ. აი ძალიან მაგარი რაღაცა არის. მოკლედ მეგობრებო, გადავიდეთ, რაც თავარია იმაზე, ტელეფონის unboxing-ზე და მისი უდიდებულესობა Samsung Galaxy S10. შესანიშნავი არის. მობრძანდეს ჩვენთან. ერთი ძამი ტელეფონი დავასვენოთ აქეთ. და როგორც ხედავთ, აქ არის ყურსასმენები, ძალიან მაგარი. აქვე არის USB, როგორც ხედავთ და მოდით მეგობრებო, გადავიდეთ ტელეფონის დათვალიერებაზე. მოდით ერთად ჩავრთოთ Samsung Galaxy S10. შევხედოთ. რა საინტერესოა და რა ელეგანტური არის, ღმერთო. ერთ შეხედვით მეგობრებო, ტელეფონი გარეგნულად ძალიან კარგად ზის ხელში, არ სხლტება და იმის შთაბეჭდილება არ გრჩებათ, რომ ესაა დაგივარდებათ, ანუ იდეალურად არის ხელში მორგებული. Samsung Galaxy S10 ძალიან კარგი გარეგნობით ხასიათდება, მოდით დავათვალიეროთ. სად არის ჯეკი, ხმის ინდიკატორები და დამტენი, რა თქმა უნდა, ასევე გვერდითა პნოპკები როგორი არის და რა თქმა უნდა კამერა როგორია. წინა კამერა არის 10 მეგაპიქსელიანი, აქ როგორც ხედავთ, უკანა კამერა აღჭურვილი არის 3 მაგი კამერით, ასე ვთქვათ, და 12 მეგაპიქსელიანია. კამერა ძალიან მძლავრი არის, ბევრი ფუნქციები აქვს საკმაოდ და ძალიან მაღალხარისხიან ფოტოებს და ვიდეოებს იღებს. ყველაზე ძალიან ერთი შეხედვით რაც მომეწონა, ეს არის ყოველ ჩართვაზე სხვადასხვა სკრინები და სხვადასხვა ფონები, მეგობრებო, რომელმაც ძალიან მიმიზიდა. ეს ძალიან საინტერესო არის ჩემთვის და რა თქმა უნდა საყვარელი ფუნქციაც აღმოვაჩინე. ეს არის wireless charging-ი. ტელეფონის უკანა მხარეს, აი აქ არის ასეთი რაღაც, მოდით დავდოთ და ნახეთ რას უშვება iPhone 8-ს. რა თქმა უნდა ტენის მეგობრებო, შესანიშნავი ფუნქცია აქვს, ანუ ორი ტელეფონი არის ერთმანეთზე დადებული და ასე ვთქვათ ტენის
მოდი ვნახოთ რა დისტანციაზე დატენის. შეხედეთ ხო? ანუ უნდა ეხებოდეს თითქმის ერთმანეთს და იმ შემთხვევაში დატენის. ჩემი აზრით ეს ძალიან კარგი ფუნქცია არის. თითქმის ყველა ტელეფონს ტენის, რომელსაც აქვს მსგავსი ფუნქცია. ანუ Samsung S7 Edge-დან იწყება თუ არ ვწდები ეს ფუნქცია. შიდა მეხსიერება არის 128 გიგაბაიტი. ნუ შეგვიძლია სლაიდი შევამოწმოთ, როგორი საინტერესოა და ძალიან მართლაც რომ კარგი ხარისხის სენსორით ხასიათდება ეს ტელეფონი. Samsung Galaxy S10-ის ელემენტი არის 3400 mAh-იანი, ხოლო S10 Plus-ის 4100 mAh-ით, რაც ძალიან მძლავრი არის. ოპერატიული მეხსიერება არის 8 გიგაბაიტი, რაც ძალიან ძლიერი არის და ნებისმიერ ტელეფონის თამაშებს ძალიან ძლიერად გაუმკლავდება. როგორც არის PUBG Mobile, Fortnite და ასე შემდეგ. საბოლოო ჯამში შემიძლია ვთქვა, რომ ეს ტელეფონი არის ჩემთვის ოცნების ტელეფონი, ასე ვთქვათ, ძალიან მაგარი ტელეფონი არის და არ ვიცი, გირჩევთ ყველას თავის ფასიდან გამომდინარე და თავის ფუნქციებიდან გამომდინარე. მოკლედ, ძალიან დიდი მადლობა მეგობრებო, ყველას ვინც უყურეთ, ვინც დაალაიქეთ, გაუზიარეთ მეგობრებს Facebook-ზე და დამიკომენტარეთ, რა თქმა უნდა, რას ფიქრობთ ამ ტელეფონთან დაკავშირებით. იმედია მოგეწონათ და იმედია პოზიტიური კომენტარები წამოვა. ყველას წარმატებებს გისურვებ და მომავალ შეხვედრამდე. Strength now I'm the only one